კითხვა იმაში კი არ არის, რომ რა ხდება მაშინ, როცა მოვკვდები. არა, კითხვა იმაში ხდება, რომ ეხლა რო ვარ, ცნობიერი ვარ. მეტი არაფერი. ხო. კი ბატონო. ეხლა თავი ცოტა პატარა ბლიც კითხვებს მარტივად. აი, თქვენი აზრით, თქვენი სოფხედელობით ცხოვრებაზე. მე ხვდები ალბათ ეს კითხვაც აღარ უნდა დავსვა, იმიტომ რომ ცხოვრების აზრი რა არის თქო? და ცხოვრების აზრი არის ეს გავიგეს შემეცნების მომენტი ალბათ ხო თქვენთვის. მე გავეცი პასუხი თქვენ კითხოს. მე მქონდა ეგეთი რაღაცა კითხვა, მაგრამ აი არ ვიცი, მაინც კითხავთ. და რა მოხდება თუ ყველაფერს დავინახავთ? დავინახავთ იმ რეალობას, რაც რეალურად არის. როგორ იქნება ცხოვრება და რა არის ეგ? გაგიღიმებათ და კურცხალე გადმოგივარდებათ. ხო, ანუ ხანდახან მიფიქრე, რომ შეიძლება ზუსტად რომ ძალიან არასასიამოვნოა, იმიტომ რომ სრული სიბნელეა, იმიტომ რომ არაფერი არ არის. მიზეზშედეგობრიობის და გარდაუვლობის და აუცილებლობას დაინახავთ და აქედან გამომდინარე ყველა ტანჯვაზე და ყველა უბედურებაზე, რომელზედაც გიწუწუნიათ, იფიქრებთ, რომ ეგ იყო გარდაუვალი და გაგეღიმებათ. კი ბატონო. იცით, ხო, ეს არა. ნუ მამარდაშვილის ამ ფრაზაზე ვისაუბრა და მაშინ სულ ბოლო კითხვას დაგისვათ, იმიტომ რომ ხანდახან არის. ადულად გავოდით ამაში. აი იცით როგორ არის, როდესაც ესე ძალიან ღრმა საკითხებზე ვსაუბრობთ, ეს ჩემთვის არის ძალიან ცოცხალი პროცესი. მე ხო ეხლა მთელი გულით და სულით გისმენთ, ანუ აბსოლუტურ გონება და გული ეხლა ჩემ მოსმენის დროს ჩართულია. ეგ ნიშნავს იმას, რომ მე თვითონვე გააზრება მჭირდება იმის, რაც ვისაუბრეთ. მიხვდით, იმიტომ რომ მე რო ეხლა დაწერ მარტო დაწერილ კითხვებს მივყვე, იმიტომ აქ ბევრი მაქვს კიდე ძალიან კითხვა. არ ვიქნები ნამდვილი რა. თორე თქვენთან შემიძლია უსასრულო ფილობა როგორ და სულ კითხვა არის ეგეთი, რომ თუ თქვენ თავს წარადგენთ ისე, ამას ეს მინდა რომ იყოს ესეთი შემკვრელი ყველა ეპიზოდის ბოლოს დავსვა ეს კითხვა, თუ თქვენ თავს წარადგენთ ისე, რომ არ ახსენოთ თქვენი პროფესია, ეთნიკურობა, ეროვნება, ბიოგრაფია, ჰობი, რელიგია, ყველა ის იარაღი, რასაც იყენებთ ყოველდღიურად, თქვენ შეიძლება არ იყენებთ, მაგრამ ზოგადად ადამიანები ვიყენებთ. როგორ გამეცნობოდით და როგორ აღწერდით თქვენ თავს? რაც აქამდე ვილაპარაკეთ, სამ სიტყვაში გეტყვით. ვიყურები, ვცნობ და მიხარია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ კიდევ. ძალიან სასიამოვნო იყო. მსმენელებსაც მადლობა. მიხარია და ჩვენ მსმენელებს ვეტყვი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიყურებს ისე, რომ არ იწერთ ცოდნის მოყარე პოდკასტა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი განვითარებისთვის, პოდკასტის განვითარებისთვის და გთხოვთ, რომ გამოიყურება ერთი ხელზე დაჭერა არის ღილაკზე და ზარის ღილაკზე, რომ არ გამოგჩნდეთ ესეთი საინტერესო ეპიზოდები. მადლობა.